12 საათზე რუსთაველის ძეგლთან დაანონსეს მათ მაგ სვლელობის როგორც ტრიუმფალური გვირგვინის ასე ვთქვათ ჩატარება, ეგ არ ჩატარდება, იქ მოვა მთელი თბილისი და მოხდება ის, რაც მოხდება. LGBT ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ბულინგს, დისკრიმინაციას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. თბილისი პრაიდის დაგეგმილ ღონისძიებას, სადაც ყველა ერთი მიზნისთვის იკრიბება, ლევან ვასაძე არ დაუშვებს. პრაიდის ორგანიზატორებს ვასაძისგან მყისიერი საფრთხე და შესრულებული ძალადობა არაერთხელ უნახავთ. თუმცა ყველაფრის მიუხედავად დაგეგმილ ღონისძიებას არ გააუქმებენ და პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ. მგონია რომ არც ვასაძეს არ ყავს იმდენი მხარდამჭერი ამ საკითხში ყოველ შემთხვევაში და ძალადობას გაუსვამდი მე ხას, იმიტომ რომ გასაგებია რომ შეიძლება რაღაცა განსხვავდებით ერთმანეთსგან და არც მაინც და მაინც შეიძლება გიჯდებოდეთ ერთმანეთზე, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს თანაარსებობა ერთად და მშვიდობიანად თანაცხოვრება. ეს არის ლევან ვასაძის მიერ წაგებულ ომში შესვლა, იმიტომ რომ ამ ჰომოფობიური სენტიმენტებით ის 1%-საც ვერ ასწდება. ქართულმა ოცნებამ ხელი არ მოაწერა მემორანდუმს, სადაც ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან, რომ LGBT თემის უფლებების გაუმჯობესებისთვის ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებენ. მიზეზი გაურკვეველია. თუმცა პრაიდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მათი დამოკიდებულება LGBT ადამიანების მიმართ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ის ყველანაირი შეხედუნება თუ დამოკიდებულება, რომელსაც ქვია რაღაცნაირი ვაჭრობა ადამიანის უფლებებით და მე ამას ჩაუთვლიდი ოცნებას ადამიანის უფლებებით ვაჭრობას, როცა ის თუნდაც რაღაცა მოსახლეობის რაღაც ნაწილის, ასე ვთქვათ, შიშით არ უერთდება ძალიან მარტივ ფორმულას იმის შესახებ, რომ ადამიანებზე არ ვიძალადოთ. საინტერესო და რაღაც მრავალფეროვანი ისეთი პროცესები მიმდინარეობს პოლიტიკურ სპექტრში, რომ შესაძლებელია ეს იყო მისთვის რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც რაღაცნაირად თავისი იდენტობა გამოკვეთა და კონკრეტული რაღაც ამომრჩეველთა ჯგუფისთვის, რაღაც მცირე ჯგუფისთვის გახდა უფრო მიმზიდველი აი ამ საკუთარი ნაბიჯით. ჰომოფობიურად განწყობილი გურამ ფალავანდიშვილი აქციის ერთ-ერთი მონაწილე იქნება, ვინც ხელს შეუშლის ქვეყანაში ჩატარდეს თბილისი პრაიდის კვირეული. დიდი მასა უნდა გამოუძოს ხალხის, რომ მათ ვერ გაბედონ აი ამ საშინელი რიტუალის ქვეყნის წაბილწვის აღსრულება. საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი ქალაქი წაბილწონ აი ამ უკუღმართი სოდვის აფიშირებით და ვასაძე, ჩვენ, დედაეკლესია, ეროვნული ხალხი, ოჯახის პატივისცემლები ვცდილობენ, რომ წესრიგი დაიცვან. რას გააკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს სოლიდარობის კვირეული, პასუხი არ აქვთ. ხოლო ვასაძის ულტიმატუმი მათთვის გაუგებარი რჩება. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, მე პირადად წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ხელისუფლებას აქვს საკმაო რესურსი, რომ ყველანაირი არეულობა თავიდან აეცემოს. ვინც ულტიმატუმის ენას ირჩევს, ვფიქრობ, რომ არასწორად იქცევა და ცხადია მსგავსი ფორმით საუბრების დაწყება არასდროს იქნება ჩვენთვის საინტერესო. რა მიზნები და მოცანებიც არ უნდა გქონდეს, შედეგს ვერასდროს ვერ მიაღწევს. მე არ მესმის უბრალოდ არც ულტიმატუმის შინაარსი და მით უმეტეს იმ მუხარის შინაარსი, რომელიც შემდგომ მოყვება ამ ულტიმატუმთან დაკავშირებით, რაც ითქვა. საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. უნდა ჩატარდეს თუ არა LGBT ადამიანების სოლიდარობის კვირეული. არ უნდა ჩატარდეს, რომ ეგ მისი უფლება თავის ორგანიზმს როგორ მოიხმარს. ჩემთვის მიუღებელია ერთი სიტყვით რა, ანუ კაცი აღარ არის. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, რავი, ჩემი მოსაზრება ისე რომ ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე როგორც უნდა ისე. LGBT საერთოდ არ უნდა არსებობდეს ეს თემა ადამიანების განხილვაში. ჩემიანებს მოუწოდებ, რომ უნდა გამოვიდეს და წინააღმდეგობა გაუწიონ აი ამ დეგრადირებულ საზოგადოებას. ჩემი აზრით არ წარმოადგენენ საშიშროებას, იმიტომ რომ ეგრე ადამიანები არიან და სულ საერთოდ არ აკეთებენ და უბრალოდ ცხოვრობენ ეგრე. LGBT თემის წარმომადგენლები საქართველოში საბაზისო საჭიროებებისთვის იბრძვიან. იბრძვიან გადარჩენისთვის, ლუკმაპურისთვის, სამსახურისთვის, იბრძვიან ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ხდებათ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არბევენ LGBT თემის ოფისებს. განსხვავებულობის გამო ფიზიკურად ძალადობენ, კლავენ. ტრანსგენდერი ადამიანები თავს იწვავენ და ნაკლები განათლების გამო ავადმყოფებად აღიქვამენ განსხვავებული სექსუალური გემოვნების ადამიანებს. მაშინ როცა მთელი განვითარებული მსოფლიო თანხმდება, რომ სენი ჰომოფობიაა.